არალაქტური სამკუთხედი რომელიც შეიქმნა ზენით სამყაროს პოლუსსა და ნატოს შორის განვიხილეთ საჭიროებს ისე ვთქვათ ამოხსნა როგორ შეიძლება ესე პირველ რიგში უნდა შევძლოთ რამენაირად თითოეულ გვერდს დავაწეროთ თავისი მნიშვნელობა და შესაბამისად ამისა უკვე შევეცადოთ ისინი დავაკავშიროთ ჩვენთვის რომელიმე ნაცნობი ფორმულების საშუალებით. ამავე დროს მნიშვნელოვანი ხდება ხოლმე თუ კი ჰორიზონტალურ კოორდინატებთან კავშირი გახდა შემდეგში საჭირო. გამოყენებული იქნას რომ პოლუსსა და ჩრდილოეთის შორის არის ადგილობრივი დამკვირვებლის განედი კუთხე განედის ნორმა. მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ პირველ ნახატულ ნახაში ჩვენ გვაქვს სიტუაცია როგორ ურთიერთობა ბარდება აშკარად თითქოს და მხოლოდ ორ კოორდინატთა სისტემას შორის, მაგრამ ეს ფი შემთხვევით არ არის შემოღებული. თუ დააკვირდებით, მისი მეორე ნაწილი ცხადია იქნება 90 - φ. ანუ კალური ზომა n-დან z-მდე არის 90 - φ. მანამდე იყო n-დან p-მდე ფისტორი. ამიტომ ერთი გვერდი ჩვენთვის ცნობილია უკვე. ერთ-ერთი გვერდის ზომა არის 90 - φ. გინდათ თუ არ გინდათ ამ კოორდინატთა სისტემას შორის დაკავშირებისას უკვე შემოვიდა დამკვირვებლის განედი როგორც მნიშვნელობა. მეორე მნიშვნელობა ეს არის z-დან კალური მანძილი ნათობამდე. ეს პირდაპირ განმარტების თანახმად არის ზენიტური მანძილი, რომელსაც სიმაღლეში თუ გადავიყოთ ჰორიზონტალურ კოორდინატთა სისტემის სიმაღლეში, ეს იქნება 90 - h, ანუ 90 - h. ამ შემთხვევაში ჩვენ z-ი სრულიად მოხმარებთ. მესამე გვერდის საფუძველად ჩვენ გვჭირდება განვიხილოთ ეკვატორულ კოორდინატთა სისტემის ერთ-ერთი კოორდინატი. ჩვენ გვახსოვს, რომ ეკვატორის სიბრტყიდან ნათობამდე მანძილი, კალური მანძილი იყო დელტა, ანუ დახრილობა. მაგრამ ბოლომდე მანძილი იქნებოდა 90 გრადუსი. დარჩენილი ნაწილი გვერდი pn-დან სიგმამდე არის 90 - დელტა. ამიტომ ჩვენ მიერ ასე ვთქვათ შექმნილი პარალაქტური სამკუთხედის სამივე გვერდი ჩვენთვის ცნობილია. პირველი არის 90 - φ, მეორე z და მესამე 90 - დელტა. მაგრამ ჩვენ ვიცით რომ არც ერთი ფორმულა მხოლოდ სამი გვერდის მიხედვით არ გვაძლევს ურთიერთობის დამყარების საშუალებას. ამიტომ შევეცადოთ სხვა კუთხეებიც განსაზღვროთ, ახლა თვითონ კუთხეებიც დავსაზღვროთ უკვე პარალაქტურ სამკუთხედში. პირველი კუთხე, რომელიც იქმნება სამყაროს პოლუსთან, ანუ ZPN სიგმა, ეს კუთხე, თუ კარგად დავაკვირდებით, არის მოქცეული კალებს შორის PN-დან A-მდე, ერთის მხრივ, და მეორე მხრივ PN-დან ნათობის გეგმილამდე ეკვატორის სიბრტყეში. ეს ნაწილი A-დან, A-წერტილიდან ეკვატორის სიბრტყეს A-წერტილიდან ნათობის გეგმილამდე ამ სიბრტყემდე არის ჩვენთვის კარგად ცნობილი კოორდინატი საათკუთხე. ეკვატორულ კოორდინატთა სისტემის პირველ კოორდინატს თუ გაიხსენებთ, ეს არის საათკუთხე. ამიტომ თვითონ კუთხეც იქნება სამკუთხედში ტესტორი. მეორე მნიშვნელობა არის ძალიან საინტერესო, რომ თუ კი ჩვენ ზენიტიდან ჩამოვდივართ ვარსკვლავამდე და მას ვაგრძელებთ ჰორიზონტის გადაკვეთამდე, მაშინ კალური ზომა გეგმილამდე, ვარსკვლავის გეგმილამდე S-დან სამხრეთის წერტილიდან გეგმილამდე იქნება A-სტოლი. დანარჩენი იქნება უკვე 180 - a. ამიტომ ეს კუთხეც არის 180 - a. მივიღეთ სამკუთხედი, რომელშიც ცნობილია ჩვენს ორი კუთხე და სამივე გვერდი. შესაბამისად თუ გაიხსენებთ, შეიძლება საკმაოდ კარგად დაიწეროს სინუსების თეორემა, ყოველ შემთხვევაში ერთი ვარიანტი მაინც არ გამოდგება ცხადია. მესამე კუთხე ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ Q100 აღნიშნავთ და ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ვთქვათ გვერდის სინუსის, ანუ სინუს 90 - დელტას შეფარდება მის მოპირდაპირე კუთხის სინუსზე, სინუს 180 - a-ზე. ეს ტოლი იქნება სინუს z-ისა შეფარდებული სინუს p-ზე. ეს ძალიან საინტერესო მომენტია და მოდი ვნახოთ მსგავსი სიტუაცია ჩვენ როგორ
წაგვადგება ასე ვთქვათ, იმიტომ რომ სინუს 90 მინუს დელტასი არის კოსინუს დელტა და სინუს 180 მინუს 100 არის სინუს a. ანუ მოსალოდნელი არის რომ პირველ ფორმულას ჩვენ ძალიან ადვილად და ასე ვთქვათ ლამაზად დავწერთ. ასეთი ცდილობა თქვენ აი წარმოიდგინეთ მე გახსენებთ თქვენ სფერული ტრიგონომეტრიის ძირითად ფორმულებს და გამოვიყენე პირველი მათგანი აი ერთ-ერთი ესეთი ვარიანტი გამოვიყენე უკვე სინუსების თეორემისა და სინუს a პატარა შეფადებული სინუს a დიდთან უდრის სინუს b პატარა სინუს b დიდთან. ეს შესაბამისად უკვე ჩვენ გვაძლევს საშუალებას რომ დავწეროთ აი ფორმულა z-თან დაკავშირებით რო იყო სინუს z სინუს a დიდი აი აგერ გვაქვს ტოლი არის კოსინუს დელტა სინუს t-ს. გახსოვთ თქვენ იქ იყო სინუს 90 მინუს დელტა რაც კოსინუს დელტა გარდაიქმნა ცხადია. ხოლო სინუს 180 მინუს a გარდაიქმნა სინუს a. ეს ბუნებრივი მოვლენაა, ამიტომ ჩვენ მივიღეთ ფორმულა რომ კოსინუს დელტა სინუს t აღმოჩნდა ამ შემთხვევაში ძალიან მარტივად სინუს z სინუს a სტოლი. ანალოგიურად ჩვენ შეგვიძლია თქვა დავწეროთ კოსინუსების ფორმულა. ნუ კოსინუსების ფორმულა თუ გახსოვთ თქვენ იწერებოდა ესეთნაირად, ხო? ჩვენ გვაინტერესებდა რომელიმე გვერდის კოსინუსი უნდა აგვეღო და მერე უნდა გვეწარმოებინა ასე ვთქვათ მისი კავშირი რამენაირად გახსოვთ კოსინუსების ფორმულა ძალიან ლამაზად გამოიყურება და ის არის რომ გვერდის კოსინუსი ტოლია დანარჩენი ორი გვერდის კოსინუსების ჯამს კოსინუსების ნამრავლს დამატებული ამ გვერდების სინუსების ნამრავლი გამრავლებული მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსი. ეხლა დააკვირდით თუ კი თქვენ დააკვირდებით სამკუთხედს აქ კოსინუსების თეორემის გამოყენებას წყვილისათვის გვერდი რომლის გვერდი არის 90 მინუს φ ხოლო მისი მოპირდაპირე კუთხე q ამისთვის ვერ გამოიყენებთ ვერაფერს. ანუ თუ დაწერთ თქვენ კოსინუსების თეორემას გვერდისათვის და თქვა კოსინუს 90 მინუს φ-სათვის მე გამოყენებული იქნება კუთხე q შიგნით. მისი მოპირდაპირე კუთხე ამიტომ შესაბამისად თქვენ ვერ მიაღწევთ შედეგს და ვერ გამოსახავთ ამოსახლად ვერ მიიყვანთ ამ გვერდის კოსინუსს. მაგრამ თუ კი თქვენ გინდათ ახლა მივიღოთ რამენაირად შედეგი, უნდა გააკეთოთ კომბინაცია გვერდისათვის z ან გვერდისათვის 90 მინუს დელტა. ორივე ჩვენთვის სასურველი არის. იმიტომ რომ თუ ჩვენ გავაკეთებთ ამას z-ისათვის, ან თქვათ კოსინუს z-ს ავიღებთ, ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება რომ z გამოვსახოთ დანარჩენი ორი გვერდის საშუალებით, ანუ φ და დელტა, მასში მე კოსინუსები იქნება მათი, ამის შემდეგ იქნება მათი სინუსები, ჯამი სინუსები და მათ შორის მდებარე კუთხის კოსინუსი, ანუ კოსინუს t. ანუ ჩვენ ამ სიტუაცია გვექნება, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ ანუ ჰორიზონტალური კოორდინატი z-ის, მისი კოსინუსის გამოხატვას ჩვენთვის ნეიტრალური მაჩვენებლით 90 მინუს φ, ანუ φ ანეძზე დამოკიდებული არც კოორდინატა ასტრონომიულ კოორდინატთა სისტემას არ მიეკუთვნება და მეორე სხვა გამოხატვაში მიიღოს მონაწილეობას კოსინუს 90 მინუს დელტა, ანუ ეკვატორული კოორდინატი, ხოლო კუთხე იქნება კოსინუს t. ანუ ისიც ეკვატორული კოორდინატი. თუ კი ჩვენ ესე იგი დავწერთ კოსინუსების თეორემას z გვერდის მიმართ, მაშინ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ თანაფარდობა როგორ გამოვთვალოთ z კოორდინატი ეკვატორული კოორდინატების საშუალებით. ასეთი ჩასმისას თქვენ რა გამოგივათ, რომ კოსინუს z ტოლია მე ვცდილობ რომ რამენაირად ზეპირობ, მაგრამ μικρო ფორმულებსაც გავჩვენებთ, რომ კოსინუს z ტოლი იქნება კოსინუს 90 მინუს φ გამრავლებული კოსინუს 90 მინუს დელტაზე, ამას დამატებული სინუს 90 მინუს φ გამრავლებული სინუს დელტაზე და გამრავლებული კოსინუს t-ზე. თუ გადავხედავთ ჩვენ მიღებულ ასე ვთქვათ შედეგებს, ჩვენ უნდა გვეპოვა აი კოსინუს z. კოსინუს z გამოვიდა ტოლი არის სინუს დელტა სინუს φ, იმიტომ რომ კოსინუს 90 მინუს დელტა და კოსინუს 90 მინუს φ იყო და სინუსებში გადავიდა ცხადია დაყვანის ფორმულების საშუალებით. ასევე აქ სინუსები იყო ამ შემთხვევაში თვითონ ფორმულით სინუს 90 მინუს დელტა იყო და სინუს 90 მინუს φ, მაგრამ ისინი კოსინუსებად გადაიქცა დაყვანის ფორმულები და კოსინუს t. ანუ თქვენ ხედავთ რომ კოსინუს z ტოლი არის აი ესეთი გამოსახულებს, კოსინუს z გამოისახა დელტას ფ-ს და t-ს საშუალებით.
კი ესეთი გადამყვანი ასე ვთქვათ დამხმარე მაჩვენებელი აღმოჩნდა ჩვენთვის. ეს ორი მაჩვენებელი კარგად იქნა ჩაწერილი, მაგრამ თუ კი ჩვენ კი გვინდა რომ z-თან ერთად ჰქონდეს მეორე კოორდინატიც, ანუ z-თან ერთად ვიყოლოთ მეორე კოორდინატი, ანუ აზიმუტი, მაშინ ჩვენ უნდა დავწეროთ ისეთნაირად 5 ელემენტის ფორმულა, რომ შიგნით უკვე შედიოდეს გამოთვლილი z და გამოსათვლელი აზიმუტი. მოდი შევხედოთ, როგორ შეიძლება იყოს ეს. z ახლა გამოთვლილად ითვლება, მაშინ ჩვენ გავაკეთოთ ისეთნაირად, რომ ავიღოთ გვერდად z, ხოლო კუთხეთ მისი მიმდებარე 180 მინუს a. ანუ ჩვენ უნდა დავწეროთ ის ფორმულა, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ კოსინუს z სინუს 180 მინუს a ვარიანტი ავარჩიოთ. ანუ თქვენ თვითონ ფორმულებს თუ შეხედავთ სფერული ტრიგონომეტრის ძირითად ფორმულებს, ეს იქნება ესეთი ვარიანტი, რომ თქვენ უნდა აიღოთ გვერდის სინუსი და კუთხის კოსინუსი. ანუ გვერდის სინუსი სინუს z-ისა გამრავლებული კოსინუს 180 მინუს a-ზე. სინუს z-ისა კოსინუს 180 მინუს a. კოსინუს 180 მინუს a, თქვენ იცით, რომ არის მინუს სინუს a. ანუ ეს სურათი საიდან მიიღება, თქვენთვის ალბათ უკვე გასაგებია. ეს მხარე გასაგებია, მაგრამ ჩვენ რჩება ვთქვათ 5 ბოდიში ცოტა სხვა ადგილზე გაჩვენდა ეს მინუს კოსინუს a არის, სინუს z მინუს კოსინუს a, ეს კომბინაცია გვაქვს და აქედან უკვე ჩვენ ვიწყებთ 5 ელემენტის ფორმულის გამოყენებას. აი მაშინ მდგომარეობს ის, რომ მიადევნოთ თვალი. უნდა დაიწეროს აი კუთხე, რომელიც გამოვიყენეთ, მისი მოპირდაპირე გვერდის კოსინუსი. ანუ კუთხეში კუთხე გამოყენებული გვაქვს 180 მინუს a, მისი მოპირდაპირე გვერდის კოსინუსი. ანუ კოსინუს 90 მინუს დელტა სინუს 90 მინუს φ. ეს კოსინუს 90 მინუს დელტა სინუს 90 მინუს φ. კოსინუს 90 მინუს დელტა სინუს 90 მინუს φ. ხედავთ უკვე გარდაქმნილი ელემენტები და ორივე დაყვანის ფორმულებით მაშინვე მივიდა სინუს დელტა კოსინუს φ-ზე. მერე დაჭდება მათი შეტრიალებული ნიშნულობები. ხედავთ აგერ უკვე სინუს დელტას ნაცვლად კოსინუს დელტა, კოსინუს φ-ს ნაცვლად სინუს φ-ია და მათ შორის მდებარე კუთხე არის კოსინუს t. მოდით გადავხედოთ კიდე ფორმულას, რომ რაიმე ეჭვი არ დაჩეს. თვითონ 5 ელემენტის ფორმულაში აქ არის ნიშანი მინუსი. ცხადია, ჩვენ გამოყვანისას თუ კი ამაში ამოწმებთ დაწმუნდებით, რომ მათ შორის დაждდებოდა ნიშანი მინუსი, აქეთ დადებით იქნებოდა, მაგრამ ჩვენ როცა შევიტანეთ სინუს 180 მინუს a, ის იყო მინუს კოსინუს a სტოვი. ეს მინუსი გამოვიტანეთ, გადამამრავლეთ, ამიტომ წინა პირველ წელს დაუშვდა მინუსი და მეორე წელი უკვე გახდა დადებით. ამიტომ თქვენ წმუნდებით, რომ ჩვენ ვიღეთ უკვე დამოუკიდებლად ფორმულა, მაგრამ ჩვენი ფორმულა, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ერთის ხედავთ, რომ გვაქვს კოსინუს z-ის გამოთვლის საშუალება დელტას φ-სა და t-ის საშუალებით, ანუ ერთ-ერთი კოორდინატი ჰორიზონტალური გამოთვალეთ ეკვატორული კოორდინატების საშუალებით. ამავე დროს ჩვენ გვაქვს მეორე მნიშვნელოვანი მომენტი, რომ შეგვიძლია a გამოვთვალოთ უკვე ხედავთ 5 ელემენტის ფორმულის საშუალებით სინუსი z კოსინუს a, როლი არის აი ისევ დელტას φ-სა და t-ის საშუალებით. ხოლო სინუსების თეორემით ჩვენ უკვე წინასწარ გამოთვლილი გვაქვს, რომ სინუს z სინუს a როლი არის კოსინუს დელტა სინუს t. ეს პირველი ფორმულა უფრო ლამაზიც არის, φ-ს არ შეიცავს საერთოდ. აი ისეთნაირად მოხერხდა, რომ ადგილის განეცდა დამოკიდებულება იქ არ არის, მაგრამ ჩვენ უკვე რა სიტუაცია შეგვექმნა, აქვს კოორდინატის ფორმულის აუცილებლობა, იქაური 3 მაჩვენებლის გამოყენებით, ანუ ორი ცალი არის ეკვატორული კოორდინატები, ერთიც კი სინამდვილეში კავშირი დამკვირვებელისა თავის განეცთან. ამ 3 ფორმულის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის ყველა ჰორიზონტალური კოორდინატი დავთვალოთ ეკვატორული კოორდინატების საშუალებით. გადაყვანა. ახლა ჩვენ პირიქითაც შეგვიძლია დავშოთ ამოცანა. მოიცით რა მე არ მინდა და თვალოთ ვთქვათ გინდა თუ არა
გამოვითვალო ჰორიზონტალური კოორდინატები ეკვატორული. მოდი ახლა გავაკეთოთ, რომ ეკვატორული კოორდინატები დავთვალოთ ჰორიზონტალურად. პირველ ნაწილს მე არ შევეხები, აი პირველი სამი ტოლობა რომ იყო, იქ მე ხაშები გამოვტოვე, მხოლოდ z-ის მიხედვით ვიმუშავე. ზედური მანძილი უფრო მოსახერხებელი იყო პირდაპირ, მაგრამ თქვენ თუ z-ის ნაცვლად შეიტანთ 90 - h-ის, მაშინ მოხდება კოსინუს h. ამიტომ აი აქედან მარცხენა მხრიდან მიწერილი h-ის გამოსახულელი ფორმულები პირდაპირ დაიყვანება z-ში 90 - h-ის შეტანით. ამიტომ ეს მეგონი ადვილი გასაგებია. თვითონ ის პირველი ფორმულა უბრალოდ ცოტა უღმარო გადავწეროთ, ანუ კოსინუს დელტა სინუს t უდრის სინუს z სინუს h კი არა. კოსინუს ანუ ასე გადავწეროთ, არა სინუს z სინუს a უდრის კოსინუს დელტა სინუს t-ს, არამედ პირდაპირ კოსინუს დელტა სინუს t უდრის კოსინუს სინუს z სინუს h. ანუ ჩვენ შეგვიძლია ეკვატორული კოორდინატები დავთვალოთ ჰორიზონტალური კოორდინატების საშუალებით. ეს ერთი კავშირი გვაქვს, გადაყვანის კავშირი. თუმცა ორი ცნობი შედის და ჯერჯერობით ორი ცნობი იქნება იქიდან ორი. ანუ სინუსების თეორემას თავიდან აღარ გავაკეთებ. მოდი ახლა ავიღოთ ჩვენ ისეთი სიტუაცია პარალელურ სამკუთხედში, რომ ეკვატორული კოორდინატი გვერდი ავირჩიოთ, რომელი არის ერთ-ერთი ეკვატორული კოორდინატი. გვერდებს შორის ეს ცხადია, არცეც არ ეკუთვნის არცეთ კოორდინატთა სისტემას, z-ი ეკუთვნის ჰორიზონტს, ხოლო 90 - დელტა არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძებდით. და მოდით ამ გვერდის მიმართ დავწეროთ კოსინუსების თეორემა. მე ახლა შევეცდები z-ად გაჩვენოთ პირდაპირ კოსინუს 90 - დელტა, ტოლია კოსინუს 90 - გამრავლებული კოსინუს z-ზე, ამას დამატებული სინუს 90 - გამრავლებული სინუს z-ზე და კოსინუს 180 - h-ზე. ანუ ჩვენ უნდა ვნახოთ ეს ვარიანტი. და გავიხსენებთ z-თან საკმარისად ადვილად მოხდება ეს. უყურეთ, კოსინუს 90 - დელტა იყო და სინუს დელტა გახდა. კოსინუს z-ი შენარჩუნდა, მაგრამ 90 - იყო გვერდი, და ამიტომ სინუს φ გადაიქნა კოსინუს 90 - სინუს z-ი იმიტომ არის 90 - z-ი ბოდიში შეტრიალებული იყო კოსინუსის შეტრიალება პირდაპირ სინუს z-ია. კოსინუსი ცხადია სინუსის შებრუნებულია უკვე ფორმულით თანახმადაც, ხოლო კოსინუს 180 - a იყო. და ის კი არის მინუს კოსინუს a და იქ მინუსი დაჯდა ფორმულაში. ამიტომ სინუს დელტა არის კოსინუს z სინუს φ მინუს სინუს z კოსინუს φ კოსინუს a. ანუ ეს კავშირი უკვე არსებობს. ცხადია z-ის ნაცვლად შევიტანთ 90 - h, მაშინ გვექნება შემდეგი ფორმულა, რომ სინუს დელტა უდრის სინუს h სინუს φ მინუს კოსინუს h კოსინუს φ კოსინუს a. ანუ ეს ძალიან მარტივად მიეღწევა. მოდით ახლა ჩვენ დავწეროთ 5 ელემენტის ფორმულა ისეთი გვერდისა და კუთხის წყვილისათვის, რომელიც ორივენი არიან ეკვატორული კოორდინატების წარმომადგენლები, ესე ვთქვათ, ხო? ამ შემთხვევაში ეკვატორული კოორდინატები მიმდებარე ერთმანეთთან, გვერდი არის 90 - დელტა, ხოლო კუთხე არის t. ამიტომ უნდა დაიწეროს 5 ელემენტის ფორმულა ჩვენი, ესე ვთქვათ, ამ წყვილისათვის. ანუ კოსინუს 90 - დელტა, სინუს 90 - დელტა, კოსინუს t. აი ეს ვარიანტი უნდა იყოს. სინუს 90 - დელტა კოსინუს t, პირდაპირ უკვე მივიღეთ მარცხენა ფაზს კოსინუს დელტა კოსინუს t. ესე მოიქცა ცხადია. ეხლა t-ს მოპირდაპირე გვერდი რა არის? t-ს მოპირდაპირე გვერდი არის z. ანუ ჩვენ გვექნება ახლა უკვე კოსინუს z-ი და აი გაჩვენებთ ამას უკვე კოსინუს z-ი და იქნება კოსინუს φ. მასთან ერთად. კოსინუს φ რატომ დაჭდა? სინუსი უნდა დამჯდარიყო ფორმულის მიხედვით, მაგრამ 90 - φ იყო და დაჭდა კოსინუს φ. შემდგომი კუთხე აქ მინუსი უნდა იყოს ფორმულაში, მაგრამ ჩვენ ნახავთ რატომ დაჭდა პლუსი. მე მისი შეტრიალებული დაჭდა სინუს z-ი, კოსინუს φ შებრუნებული, ასე ვთქვათ, შემოსებელი ფუნქცია არის სინუს φ. და მათ შორის მდებარე კუთხე იყო 180 - a. ხოლო კოსინუს 180 - a არის მინუს კოსინუს a და ის მინუსი ფორმულის 5 ელემენტის ფორმულაში შედის, გადაიქნა პლუსი. ამიტომ ჩვენ მივიღებთ კოსინუს დელტა კოსინუს t უდრის კოსინუს z კოსინუს φ პლუს სინუს z სინუს φ კოსინუს a. ასევე უმარტივესი გარდაქმნით z-ის ნაცვლად ჩავშოთ 90 - φ-ს, მივიღებთ რომ კოსინუს დელტა კოსინუს t უდრის სინუს h კოსინუს φ პლუს კოსინუს h სინუს φ კოსინუს a. ამგვარად ჩვენ მოვახერხებთ კავშირი, დაგვეყარებინა კავშირი ჰორიზონტულ და ეკვატორულ კოორდინატებს შორის. მათ შორის მთავარი ესეთი კავშირი თუ გვინდა
ჰორიზონტული როგორ გამოისახოს ეკვატორული კოორდინატებით, უნდა ვიხმაროთ მოცემული ფორმულებიდან პირველი 3. ხოლო თუ გვინდა ეკვატორული როგორ გამოიხატოს ჰორიზონტულად, უნდა ვიხმაროთ შემდგომი 3, ბოლო 3. ეს არის კავშირი ჰორიზონტულ და ეკვატორულ კოორდინატთა სისტემებს შორის.